Ტრავერტინების შულს მალე შესაძლოა დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭოს რამდენიმე დღეში ტერიტორიას, რომელიც სკანდალის მიზეზი გახდა სპეციალური კომისია შეისწავლის. გუდაური კობის საგზაო მონაკვეთზე ჩასვლას გეგმავს რეგიონული განვითარების მინისტრიც, სწორედ დავით ნარმანიას ხელმძღვანელობის პერიოდში დაამტკიცა უწყებამ პროექტი, რომელმაც მჟავეწყლის მთას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. დაცული ტერიტორიის სააგენტოს ჩამონათვალში ეს არის ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ამაზე, სანამ ამას არ მიენიჭება დაცული კატეგორიის სტატუსი. მჟავეწყლის მთისთვის დაცული კატეგორიის სტატუსის მინიჭებამდე ეგრეთ წოდებული ტრავერტინების ველის დასათვალიერებლად დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ჩავიდა. რატი ჯაფარიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში სპეციალური კომისია გუდაური კობის საგზაო მონაკვეთზე უნიკალური მთის მდგომარეობას შეისწავლის. ის რომ აი ამ ადგილს დაცული კატეგორია არ ქონდა მინიჭებული, არის მიზეზი იმისა, რაც მოხდა, ხო? ჩვენ ვერ გავაკეთეთ ვერანაირი რეგაგირება, იმიტომ რომ ჩვენს კომპეტენციას სცილდებოდა. ახლა ამის შემდეგ, როდესაც ამას უკვე მიენიჭება დაცვის კატეგორია, ჩვენ რა თქმა უნდა ამას დავიცავთ. ტრავერტინების დაზიანება პირველად გასულ კვირას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეამჩნიეს და ფოტოების სოციალური ქსელით გაავრცელეს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს იურიდიული სტატუსი ბუნების ძეგლისა, ფაქტია, რომ არის გამოუსწორებელი ზიანი მიყენებული, რადგან დაახლოებით 1 საუკუნე არის საჭირო იმისაც, რომ ტრავერტინის 1 სანტიმეტრის სისქის ფენა წარმოიქმნას. მსგავსი შინაარსის განცხადებებზე სამშენებლო კომპანია მამისონის წარმომადგენლებს მწვავე რეაქცია აქვთ. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე და გზების დეპარტამენტის რამდენიმე წევრი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. 1 სანტიმეტრის შევსება საუკუნეები ჭირდებაო. ეს არის სიცრუე. და ტყუილია რა, ახლა რა თვალებში ნაცარს ვახრის. ჩვენ ამას ისე გავაკეთეთ. აღვაწე დავაკეთეთ შევიდეთ ყველაფერს რომ აქ არ იქნება არავითარი ბარბაროსული ყვალი და რომ დადიან და ბარბაროსები ხართ ჩვენ არა ვართ ბარბაროსები რა ჩვენ ვაკეთებთ ნამდვილად კარგ საქმეს. გუდაური კობის გზის მონაკვეთზე გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი გზების დეპარტამენტში 2013 წლის გაზაფხულზე დამტკიცდა. ტენდერი კომპანია მამისონმა მოიგო და სამუშაოების წარმოებაც პროექტში განსაზღვრულ დროს დაიწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანი ამბობს, რომ დაზიანებულ მთას უახლოეს დღეებში დაათვალიერებს. როგორც კი დასკვნები იქნება, შემდგომ მივშველებთ. მე მიმდინარე კვირის განმავლობაში მექნება იქ ვიზიტი, რომ ვნახო არსებული მდგომარეობა, მანამდე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მაქვს, იმიტომ რომ უშუალოდ ადგილზე ვიმყოფებოდი. გეოლოგების თქმით, ტრავერტინების შექმნის სისწრაფეს წყალში ქიმიური მარილების დონე და რელიეფის დახრა განსაზღვრავს. გუდაური კობის გზის მონაკვეთზე დაზიანებული ეგრეთ წოდებული მჟავეწყლის მთის აღდგენის ხანგრძლივობაზე მათ სავარაუდო ვერსიები აქვთ. გუდაური კობის საგზაო მონაკვეთზე ეგრეთ წოდებულ ტრავერტინების ველზე სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია. კომპანიამ გვირაბისთვის აუცილებელი სადრენაჟე მილი უკვე გაჭრა, დაახლოებით 80 კვადრატული მეტრი ტრავერტინების ჩამოჭრას მუშებმა მძიმე ტექნიკით 1 დღე მოანდომეს. გეოლოგების აზრით დაზიანების აღდგენას და იგივე ტერიტორიაზე ტრავერტინების ხელახალ წარმოქმნას საშუალოდ 50-დან 100 წლამდე დასჭირდება.